მოგესალმებით მეგობრებო, მაშასე ვაგრძელებთ Baldur's Gate-ის კამპანიას. დღეს მოკლე ვიდეო გვექნება ძალიან. პირველად გავაკეთებთ level up შესაბამისად, მხოლოდ level up-ს გავივლით. წინა ვიდეო საწუხაროდ არ გამოვიდა ისე კარგი, ხმის პონჩი ვამბობ. ძალიან ცუდად ისმოდა ხმა. მასმენელი რაც ბევრჯერ დავაედიტე და ასე შემდეგ, მაინც არაფერი ეშველა. უბრალოდ თავიდან ვეღარ ჩავწვედი იმ კონტენტს, ამიტომ დავტოვე როგორც იყო ისე. და ველოდები რომ ჩამომივიდეს ახლა მიკროფონი ახალი და იქნებ მაგის მერე გავაგზელებ. მოკლედ ახლა მხოლოდ level up-ს გავივლით. მაშასე ზოგიერთ კლასს, ამ შემთხვევაში ჩვენ დრუიდის კლასს მეორე level-ზე ეხსნება subclass-ის საშუალება და მოდი ნახოთ რას გვაძლევს ჩვენი subclass-ი. როგორც ხედავთ, druids აქვს 4 subclass-ი, Circle of the Land. You channel nature arcana flowing through the earth and the creatures that top it to cast powerful druidic magic. ხო, მოყოლით ყველაზე გავრცელებული Circle of the Land-ი, ვიღებთ cantrips, subclass-ის feature-ი არის wild shape-ი, action-ად, ანუ action-ს ხარჯავთ და გადავიქცევით ცხოველად, beast-ის კატეგორიის ცხოველად და ამას ჩვენ ვაკეთებთ short rest-ზე ორჯერ. შემდეგ action-ი wild shape თვითონ ზოგადი სახელი არის, ასე ვთქვათ, ამოქმედების და თუ ჩვენ დავაჭერთ TS ახულობთ რას გულისხმობს, ანუ ძალიან დიდი ტექსტი და შესაბამისად ჩამორჩა თუ გინდა TS ვაჭერთ ხოლმე, როდესაც ვალდენიმა შეიფშიო, თქვენ არ შეგიძლიათ საუბარი და სპელების დაკასვა და თქვენი ატრიბუტები, როგორც თქვით, intelligence ვინარჩუნებთ, wisdom ვინარჩუნებთ და charisma ვინარჩუნებთ, ხოლო dexterity, constitution და strength გვექნება კონკრეტული ცხოველის. თუ ჩვენი beast-ი, ანუ როდესაც beast-ის ფორმაში ვიქნებით, დავარდებით 0 hit points-ზე, დავაბრუნდებით ჩვენ ჩვეულებრივ ფორმას. ნახოთ ახლა რა ცხოველად გადაქცევა შეუძლია Circle of the Lands. ეს არის ბეჯერი, რომელსაც შეუძლია barrow action-ი გააკეთოს, რაც თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავძვრეთ მიწაში, ასე ვთქვათ, და სხვა ლოკაციიდან ამოვძვრეთ და თუ გაგვიმართლეს, მოკლედ prone-ზე დავაგდოთ მოწინააღმდეგე 6 მეტრის გადაადგილებას საშუალებას გვაძლევს ამ შემთხვევაში და dexterity save უნდა გააგოროს. მას აქვს 13 hit point-ი და ყოველ 2 druid level-ზე ემატება სიცოცხლე. დანარჩენი იგივეა. რაც უკან წავიკითხეთ, ობობის ფორმა 20 სიცოცხლით ვიწყებთ, შეგვიძლია დავაბათ მოწინააღმდეგე. Attack rolls against the affected entity have advantage, ვერ მოძრაობს და თვითონ აქვს disadvantage. Okay. სხვა კიდე რა ქონდა spiders. ხო, დანარჩენი იგივეა. შემდეგი არის მგელი. მგელს შეუძლია დაიამგელია თან insight allies, ეს ნიშნავს რომ შეგვიძლია ვიყმულოთ და ჩვენი allies რომელიც იქნება ჩვენს ირგვლივ დამატებით საიმეტრი შეუძლიათ იარონ შემდეგ სვლაზე და არის distract-ით ვაკეთებთ exposing fight-ი 0-3 damage-ამდე, თუმცა შემდეგი melee შეტევა, ნუ 1.5 მეტრიდან დაგაკეთებულ შეტევა იქნება კრიტიკული უეჭველიო. რაც ნორმალურია, მაგრამ ძალიან სიტუაციურია, 18 სიცოცხლით იწყებს მგელი და ამაზე ჩვეულებრივად მოქმედებს დანარჩენი ყველაფერი, რაც წინ ბეჯერზე ვილაპარაკეთ და ბოლო არის ფისო. ფისოს შეუძლია, რომ ყველაფერი გადმოიტანოს თავისე და მიაო გააკეთოს. რითაც მოკლედ ნებისმიერ NPC-ს, ტრეებსაც და ჩვეულებრივებსაც მოიზიდავს თავისკენ და 2 სიცოცხლე აქვს მხოლოდ. დავადებითი action-ი გვაქვს natural recovery, რაც საშუალებას გვაძლევს რომ დახარჯვის ფესლოტები აღვიდგინოთ თუ ბრძოლაში არა ვართ. რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. კარგი, ნახოთ Circle of the Moon.
Your form is mutable as the mercurial moon, letting you shift your form into massive beasts and even primal elementals. Okay, ანუ Circle of the Moon უფრო მეტად არის აქცენტირებული თქვენს wild shape-ზე, რადგან უფრო მაგარი ცხოველები გადაქცევა შეგიძლიათ რეალურად. Subclass switcher ეს იგივეა, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს action-ად დამატებული, ანუ იქ cantrip-ი იყო, თუ გახსოვთ, აქ action-ი გვაქვს, რაც გვეუბნება, რომ თუ სპეცდოც დახარჯავთო, შეგიძლიათ hit point-ები მოიმატოთ, თუ wild shape-ში ხარო, ანუ heal-ია ჩათვალე, შესაბამისად wild shape-ში როცა ხარო, მაშინ დამატებით კარგად მუშაობს. ამასაც badger-ი ყავს, spider-ი, wolf-ი და კატა. თუმცა დამატებითი მოქმედება აქვს wild shape bear, ანუ უკვე შეუძლია გადაიქცეს დათვაც, რაც სხვა დრუიდებისთვის ხელმისაწვდომია უფრო მაღალ ლეველებზე, მხოლოდ დათვ შეუძლია goat გააკეთოს, რაც ნიშნავს, რომ ანუ მოკლედ მიიზიდავს ყველა ახლომახლო მტერს მისკენ, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღებს დატყმას. პოლარული დათვია, რომელსაც აქვს 30 სიცოცხლე და ჩვეულებრივად იმატება. და დანარჩენი ჩვეულებრივად ყველაფერი იგივე რჩება. კაი. Circle of the spores. Viewing death, necrosis, and fungal growth and sporulation is just another part of life. You can manipulate such spores to augment yourself and harm your foes. No, ეს ჩვეულებრივად იგივე რჩება, აქაც არაფერი იცვლება, გვაქვს დამატებითი action-ები, პირველი გვაქვს რეაქცია შეგვიძლია გავაკეთოთ, Halo of Spores, 1.4 damage-მდე, necrotic damage-ზე საუბარი, unleash a cloud of necrotic spores upon a target. This uses as a reaction, so other reactions won't trigger this turn. Okay. რეაქცია შეგვიძლია გამოიყენო. და მეორე არის symbiotic entity. Gain 4 temporary hit points and deal an additional 1 to 6 necrotic damage while you have them. Cast Halo Spores with double damage. Until long rest, symbiotic entity ends early if you use wild shape. Okay. ესე იგი თუ wild shape-ის charge ხარჯავ, ასე გამოდის და ვიმატებ დროებით სიცოცხლეს და პლუს კიდე 1-დან 6-მდე როდემეშ ვადებ და პლუს სანამ ეს მეადევს დამატებით ორ გაორმაგებულს ვრტყავ Halo Spores. ცუდი არა და cantrip-ი bone chili 1-დან 8-მდე necrotic damage-ი და ანუ ვერ იხილება იდეაში სანამ bone chili ადევს. კაი, მოკლედ necromantis და necrosis მიმართულების დრუიდი შეიძლება იყოს ეს და Circle of the Stars. You are guided by the infinite mysteries of the cosmos. It is through your understanding of the stars that your druidic magic gains its potency. მოკლედ subclass feature-ები გვაქვს ბევრი, ну wild shape ჩება, ჩვეულებრივ wild shape-აც. Star map, a map of stars you can use as a resource of casting guiding bolts. Oh, okay. And the starry form, you can expend wild shape charge to take on a starry form rather than transforming into a beast. You can take on starry form archer, starry form chalice, or starry form dragon. Okay, ესე იგი wild shape-ის ნაცვლად შეგიძლია გააკეთო ესეთი მოქმედება, რომელიც თქვენ გადაგაქცევთ სხვა, ასე ვთქვათ, ვარსკვლავურ ქმნილებებად. გამოიძახ როგორც ვთქვი, constellation of an archer appears on you as a bonus action while in this starry form you can cast luminous arrow. კიდე ტესტ დავაჭიროთ, ნახოთ luminous arrow რა არის. 4-დან 11-მდე radiant damage. Bonus action-ზე. რაც სულაც არ არის ცუდი და until long rest-ზე გრძელდება. კაი, აბა ნახოთ starry form chalice. Life giving. Whenever you cast healing spell that consumes a spell slot, you can cast chalice healing. And chalice healing is დამატებით 4-დან 11-მდე healing-ია კიდე. დასარევი და starry form dragon appears on you when you make a saving throw to maintain concentration on the spell. A roll result of 9 or lower is considered a 10. ესე იგი, როდესაც დრაკონის ფორმას გამოვიძახებთ და მოგვიწევს სპელის გამოყენების დროს კონცენტრაცია დასეივება, ყველა გაგორებული, რომელიც იქნება 9 დაბალიო, ჩათვალე რომ იქნება 10-იო. რაც ძალიან მაგარია. და as a bonus action შეგიძლია გამოიყენოთ dazzling breath, რომელიც არის 5-დან 15-მდე radiant damage. და bonus action-ადედაც.
საკმაოდ კარგი კლასი, საკლასი დამატებია. ეს საკლასი არ იყო თავდაპირველ თამაში. შემდეგ დამატებით პაჩებში დაემატა. Cantrip-ად guidance-ი გაქვს და სფერებად დამატებულია guiding bolt-ი, რომელიც ფესლებს არ იყენებს, მაგრამ იყენებს თარმებს. როგორც ნაჩვენებია აქ. კარგი, ну დანარჩენი იგივეა. შემდეგ ქვევით, ხო, ესენი უკვე წავიკითხეთ პრინციპში. უფრო მეტი რაღაცები შეგიძლია. თუმცა მე თავიდან ვფიქრობდი, რომ საკელობთ მუნდს დავყოლოდი, იმიტომ რომ უფრო მეტად ყოფილიყავი ცხოველი, ну იდეაში დრუიდიც ალბათ მაგიტო გადაწყვიტა მაყურებელმა, რომ უფრო მეტად ცხოველებთან გქონდა კონტაქტი ვიდრე ეს ორი. ეს ყველაზე გავრცელებული და ამიტომ მაგას არც ავიღებ. Prepare spells. ხო პრინციპში არც არაფერს შევცვლი, რაც იყო ის დარჩეს. Cure wounds, long strider არ გვინდა იყოს speak with animals. ასე იყოს. ახლა გავჩვენებთ wild shapes მოქმედებაში და პრინციპში დანარჩენი wild shape-ები, ну, ნახოთ მაგალითად badger-ი. საკმაოდ დიდი badger-ია, როგორც ხედავთ. Bite აქვს და claws აქვს და რაც თავარია burrow აქვს, შეგიძლია აქ ჩაძვრე. ჩავიდა იქ დაარტყა. ოკეი. გასაგები. ამით ბრუნდები უკან. და კიდე ერთი დაგვრჩა. მოდი გადავიქცეთ დათვათ ამ შემთხვევაში. დათვს პირიქით close-ა აქვს 612-მდე. 612-მდე მეორე ლეველზე საკმაოდ ბევრია. და golden grower. ოკეი. გადახტომა dash-ი, hide-ი და disengage. lunar mend-ით შეგიძლია spell-ი დახარჯო, რომელიც ახლა მოგვემატა. პირველი spell-ი და დავიხილოთ. კი ბატონო. მაშასა ეს იყო სულ. დაგემუნდებით იმედია ძალიან მალე განახლებული მიკროფონით.